ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციას მეტი ქალი პარლამენტში რუსთავით შეუერთდა აქცია საკანონმდებლო ორგანოში ქალების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. არა ქალთა მიმართ ძალადობას მეტი ქალი პარლამენტში გენდერული ბალანსი. ეს იყო ძირითადი სლოგანები, რომლებიც 8 მარტს საქართველოს 24 ქალაქში გამართულ აქციაზე გაჟღერდა. რუსთავში გამართულ აქციას ჟურნალისტები და ქალაქში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის რუსთავის გენდერის მედია ცენტრით შეუერთდა. აქციის მონაწილეებმა პეტიციასაც მოაწერეს ხელი ქალთა მიმართ სოლიდარობის გამოსახატად. საქართველოს ქალაქების მსგავსად გამართული აქციები ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებშიც მოეწყო. ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობის რუსთავის გენდერის მედია ცენტრი უერთდება აქციას, რომელიც დღეს საქართველოს ქალაქებში იმართება. ჩვენ თვლით, რომ თანასწორობა არის წარმატების მომტანი და აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტი ქალი ჩაერთვება პროცესებში, მით უფრო უკეთესი იქნება საზოგადოებისათვის. საქართველოს 53% არის ქალი, მაგრამ პარლამენტში სულ 12%-ია წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, რომ ქალი უფრო მშვიდობის მოყვარე, უფრო გონიერი არის, უფრო პრაქტიკული პიროვნება და ამდენად მე მგონი უნდა იყოს ის პარლამენტში, რომ ჩვენ საქართველოს მომავალი უფრო ნათელი და უფრო ლამაზი იყოს. გვინდა რომ ქალები იმყოფებოდნენ იმ სახელმწიფო თანამდებობებზე, სადაც ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ქალთა წარმომადგენლობა ძალიან მცირე არის პარლამენტში და ასევე მცირე არის თვითმმართველობებში. ამ შემთხვევაში ჩვენ დავაყენეთ საკითხი და გვინდა რომ მეტი ქალი იყოს შევიდეს პარლამენტში.